მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დიდი ხანია არ მოგვიკითხავს ჩვენი მტრები, ჩვენი არაკეთილის მსურველები. ამიტომაც მოდით დღეს ვნახოთ როგორ არიან. დაუბრუნდათ თუ არა ბუმერანგი. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და მოდით ვნახოთ. აქვს თუ არა, დაუბრუნდება თუ არა, უფრო სწორად ბუმერანგი თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ერთ კონკრეტულ არაკეთილის მსურველს ჩაიფიქრეთ ადამიანი და დავიწყოთ აბა. დაუბრუნდება თუ არა პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ბუმერანგი და დაუბრუნდება თუ არა მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ბუმერანგი. ასეთი ორ ვარიანტიანი გაშლა გვაქვს, ქვებსაც ახლავე დავამატებთ, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. არჩიეთ თქვენთვის სასურველი. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ აი ასე. ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, ვინც ვერ მოასწარით არჩევა დააპაუზეთ. და ვნახოთ თქვენს არაკეთილის მსურველს, ვინ ჩაიფიქრეთ, ექნება თუ არა ბუმერანგი. პენტაკლების 10-იანი. პენტაკლების 10-იანი. ძალიან მინდა რომ დავამატო აქ არკანები. ექნება თუ არა პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ბუმერანგი. პენტაკლების 5-იანი, ხმლების 4-იანი, თასების ტუზი, ქრომიკალი და თასების 8-იანი. ნახეთ აქ როგორ სიტუაციას ვხედავ, ძალიან საინტერესო რაღაც დავინახე. პირველ რიგში თქვენ ამას შეიძლება საერთოდ ვერ ხედავდეთ, იმიტომ რომ ადამიანი სულ სხვა რაღაცას დემონსტრირებს, რომ არის ბედნიერი, რომ ფინანსურად არის ძალიან მყარი, დემონსტრირებს რაღაც ოჯახურ იდილიასაც სავარაუდოდ, მაგრამ რეალურად ადამიანი საერთოდ არ არის ისე, როგორც ამას დემონსტრირებს. და ნახეთ, შეიძლება ახლა ძალიან ბევრი თქვენგანისთვის უცნაურად ჟღერდეს, რასაც გეტყვით, მაგრამ ბუმერანგი ადამიანს უკვე მოხვდა. და ნახეთ, ბუმერანგი არის ცოტა ისეთი, ციკლური, რომელიც პერიოდულად ბრუნდება ხოლმე ადამიანთან, თუმცა ყოველთვის არა. და აქ მე ვიყურებ ისეთ სიტუაციას, სადაც ადამიანს უკვე მოხვდა ბუმერანგი და მიიღო რაღაც ძალიან მძლავრი დარტყმა ფინანსურ ენერგიაზე, მატერიალურ ენერგიაზე, შესაძლოა რაღაც თავისი ქონება დაკარგა, რაღაც ძვირფასი ნივთი დაკარგა, კარიერა, ან ფინანსები წაუვიდა ძალიან უკან, იმიტომ რომ აქ ძალიან მკვეთრად იგრძნობა ფინანსური კრიზისი, რომელსაც მასკირებს დემონსტრირებს სრულიად სხვანაირად. დემონსტრირებს ისე, თითქოს პირიქით ფული მოემატა, თუ რაღაც ასეთი ენერგიები მოდის რა. ადამიანი დემონსტრირებს იმას, რომ მე გამდიდრდი, მე უკეთესად ვარ, მე ძალიან მაგრად ვარ. ყოველ შემთხვევაში თქვენ გაჩვენებთ ასე თავის რეალობას, მაგრამ რეალურად ამ ადამიანს ბუმერანგი როგორც მინიმუმ ერთხელ უკვე მოუვიდა. ერთხელ უკვე დაარტყა რაღაც მატერიალურზე, კარიერასა და ფინანსებზე, ან რაღაც გარკვეული ქონება დაკარგა. შესაძლოა სახლი დაკარგა, ან მანქანა გაუფუჭდა, ან რაღაც ასეთი სიტუაცია იყო, ხო? იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალური ინტენსიურობით იგრძნობა აქ ბუმერანგები. ვიღაცასთან უბრალოდ მანქანა გაფუჭდა გარკვეულ პერიოდზე, ან ფინანსური კრიზისი იყო დროებითი, ვიღაცისთვის კი აქ მოხდა რაღაც ძალიან გლობალური, ისეთი როგორიც არის საერთოდ მანქანის დაკარგვა, სახლის დაკარგვა, ან ფინანსური კრიზისი, რომელიც დღემდე დასდევს და ძლივსძლიობით გამოდის ამ ენერგიებიდან. დიახ, ძლივსძლიობით გამოდის, მეთქი, იმიტომ თქვი, იმიტომ რომ ნელ-ნელა თითქოს გამოდის ამ ენერგიებიდან. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ ისევ იქნება აქ გარკვეული დარტყმები. და ნახეთ, აქ სიტუაციას ვხედავ ძალიან ისეც ცოტა გაორებულს, იმიტომ რომ თითქოს
თქვენ ამ ადამიანს ან გაუგზავნეთ ბუმერანგი ან უსურვებთ ბუმერანგს, მაგრამ მაინც აგრძელებთ მასთან რაღაც ახლო კომუნიკაციას, რაც საერთოდ არ არის სწორი, იმიტომ რომ სამყაროს წინაშე ეს არის უდიდესი პირფერობა. ჯერ ერთი და მეორე კიდევ მეგობრებო, თქვენ თუ გინდათ რომ ადამიანი დაისაჯოს, ადამიანმა მიიღოს ყველაფერი, რასაც იმსახურებს, ამ შემთხვევაში თქვენ მასთან ერთად რატომ დგახართ, ხო? თქვენ თუ უგზავნით ადამიანს ბუმერანგს, ეს ბუმერანგი თქვენც მოგხვდებათ მის გვერდით თუ დგახართ. ხვდებით ხომ? და პლუს ამასთან ერთად თუ თქვენ მithumetes თუ აქ რაღაც ისეთი სიტუაცია არის, სადაც ადამიანმა გაწყენინათ, რაღაც გული გადკინათ და თქვენ ამის უფლებას ისევ აძლევთ, ამ შემთხვევაში ხო ზედმეტი არის საუბარი ბუმერანგზე. აქ ბუმერანგი არავითარ შემთხვევაში არ მივა ამ ადამიანთან, თუ თქვენ არ გაუშვებთ მას, ხო? არ გაუშვებთ ენერგეტიკული თვალსაზრისით გულისხმობთ. თუ თქვენ ისევ აძლევთ ამ ადამიანს ამის უფლებას, ამის საშუალებას, ესე იგი თქვენ ეთანხმებით იმას, რომ ადამიანი არ იმსახურებს ბუმერანგს და ეთანხმებით მის საქციელებს, ეთანხმებით იმას, თუ როგორ გექცევათ, ხო? ამიტომაც პირველ რიგში ეს უნდა გამოასწოროთ, თუ თქვენ ამ ადამიანთან ისევ გაქვთ კომუნიკაცია, დროა შეწყვიტოთ, დროა ამ კუთხით დაფიქრდეთ, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან თქვენამდეც მოაყოლეს ეს ბუმერანგი როგორც მინიმუმ, ხო? თქვენს დაგარტყამთ, თუ გაგზავნილი გავთ, თუ გაგზავნილი არ გავთ, ამ შემთხვევაში ბუმერანგი უბრალოდ არ წავა ამ ადამიანამდე, თუ თქვენ მის გვერდით ხართ და ეთანხმებით ყველაფერს, რასაც აკეთებს. ხოლო სხვა დანარჩენის კუთხით აქ თუ ყველაფერი სწორად გაქვთ გაკეთებული და არ გაქვთ ამ ადამიანთან კომუნიკაცია და ეს ყველაფერი თქვენ არ გეხებათ, ამ შემთხვევაში ადამიანს უკვე დაარტყა ბუმერანგმა ერთხელ და კიდევ ხორციელდება დარტყმები, მაგრამ ახლა ჯერჯერობით ნელი ტემპით, ნელი ტემბრით ხდება ეს აი ესე ჩუმჩუმა ცოტა მიდის ბუმერანგი. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ვნახოთ აბა თქვენს შემთხვევაში, აბა ჩაფიქრებულ პიროვნებასთან მიდის თუ არა ბუმერანგი და კვერთხების მეთქით ასების 6-იანი. შეხედეთ, აქ მე ვხედავ სცენისა და ცირკის რაღაც ესთეტიკას, თეატრის ესთეტიკას ამ არკანში. ბუმერანგს რაც შეეხება, პროცესები ვხედავ, რომ არის შეშვებული. გაგზავნილი არის ენერგეტიკულ დონეზე, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ უკვე მივიდა მეთქი. კარგით, ვნახოთ აბა, ექნება თუ არა მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ბუმერანგი. ექნება თუ არა ბუმერანგი. შეხედეთ, იგივე არკანები განმეორდა. ნახეთ აქ როგორ რაღაცას ვხედავ. პირველ რიგში თქვენთანაც იგივეს გავიმეორებ, რაც მე ვუთხარი პირველ ვარიანტს. თუ თქვენ ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა გაუგზავნეთ თუ არ გაუგზავნეთ, მაგრამ უსურვებთ ბუმერანგს და თან პლუს მასთან აგრძელებთ კომუნიკაციას, მასთან ისევ ხართ, მეგობრებო, გავიმეორებ, ეს არის დიდი პირფერობა სამყაროს წინაშე და საკუთარი თავის წინაშე, ეს ერთი. მეორე, ბუმერანგს როდესაც ისურით და მაინც დგახართ ადამიანთან, ეს ბუმერანგი დიდი შანსია თქვენც მოგხვდეთ და მესამე, მეგობრებო, თქვენ თუ ისევ ეთანხმებით იმას, რაც ადამიანი აკეთებს თქვენთვის, რასაც აკეთებს თქვენთვის, ესე იგი ადამიანი არ იმსახურებს ბუმერანგს. რატომ? იმიტომ რომ თქვენ ეთანხმებით მის დამოკიდებულებას. თუ ადამიანი ისევ გატერორებთ, ისევ გექცევათ ცუდად, ნეგატიურად და თქვენ ამას ისევ ითმენთ. ამ შემთხვევაში რა ბუმერანგზე არის საუბარი? სამყარო ამას აღარ აღიქვამს ისე, როგორც ბუმერანგის გაგზავნას. რატომ? იმიტომ რომ თქვენ ეთანხმებით, თქვენ აძლევთ ამ ადამიანს ამის უფლებას. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს საუბარი ისეთ გამონაკლის სიტუაციებზე, სადაც მაგალითად ოჯახის წევრი არის ოჯახის წევრი გატერორებ და თქვენ ვერ მიდიხართ ფიზიკურად, იმიტომ რომ ფიზიკურად არ გაქვთ არსაცასულელი. თუმცა რა თქმა უნდა, ოჯახის დანგრევის შიში ჩვენთვის სავსებით გასაგები არის, მეგობრებო, მაგრამ ამის შიში არ უნდა გქონდეთ, თუ ამაში არის საქმე, თუ ხალხი რა სიტყვისში არის საქმე.
მაგრამ სხვა დანარჩენის კუთხით თუ თქვენ ვერ მიდიხართ ამ ადამიანისგან, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არ გეხება თქვენ. თუ რასაც გვია ვერ მიდიხართ, მაგრამ აი ცდილობთ. ამ შემთხვევაში არ გეხებათ ეს ინფორმაცია, მაგრამ თუ არ ცდილობთ და გეშინიათ ან სხვების აზრის ან რაღაც სხვა გარკვეული ფაქტორების, ან თუნდაც გამბედაობა არ ყოფნით და მაინც ამ ადამიანთან ხართ, როდესაც შეგიძლიათ წასვლა, ამ შემთხვევაში ბუმერანგს უბრალოდ დაელოდებით. სხვა დანარჩენს რაც შეეხება, პირდაპირ გეტყვით, რომ აქ ბუმერანგი აუცილებლად იქნება. ჯერჯერობით არ არის. ჯერჯერობით არ ყოფილა თითქოს მის რეალობაში ეს ბუმერანგი, მაგრამ აუცილებლად მიიღებს ბუმერანგის დარტყმას. არ აქვს მნიშვნელობა გაგზავნილი გაქვთ თუ არ გაქვთ გაგზავნილი, ბუმერანგის დარტყმა აქ აუცილებლად იქნება. თუმცა უმეტესობასთან რეზონირდება ისე, რომ ჯერჯერობით არ იყო არანაირი ბუმერანგები მის რეალობაში, თქვენი მხრიდან, მაგრამ აუცილებლად მივა, იმიტომ რომ ეს პროცესები უკვე არის შეშვებული ენერგეტიკულად. შეხედეთ, ქურუმი ქალი, ქურუმი კაცი, არკანის სამართლიანობა, ყველაფერი ძალიან სამართლიანად დალაგდება, მაგრამ პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ სამართლიანი. და უპირველეს ყოვლისა თქვენც უნდა გაითვალისწინოთ ის, რაც გითხარით წეღან, ხო? ანუ ამ ადამიანთან არ უნდა გაჩერდეთ, თუ ჩერდებით, არ უნდა გაჩერდეთ, უნდა წახვიდეთ ამ ადამიანისგან, იქნებით ორ პირები. პირდაპირ გეტყვით. ხო, თქვენ შეიძლება ახლა არ გსიამოვნებდეთ ჩემი ეს სიტყვები, მაგრამ გავიმეორებ, ეს იმათ არ ეხება, ვინც რასაც გვია ვერ მიდის ამ ადამიანისგან, ვერ იშორებს სივრცისგან, ხო? თქვენ არ გეხებათ, ამიტომაც კომენტარებში გამიბრაზდებით, რომ აი ვიქტორია ვერ მივდივარო და ასე შემდეგ. ესეც გასაგები არის, ამ შემთხვევაში თქვენ არაფერი არ მოგხვდება, თქვენ არაფერს არ აშავებთ. მაგრამ მაინც ეცადეთ რომ წახვიდეთ და პირდაპირ გეტყვით, აქ დრო დარჩა ძალიან ცოტა ამ ადამიანს ბუმერანგამდე, ძალიან მალე დაარტყამს ბუმერანგი და პირველ რიგში იწყება დარტყმა ჯანმრთელობიდან. თითქოს ჯერ ექმნება ადამიანს, შეექმნება ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, გადაღლილობა, როგორც ფიზიკური, ასევე ენერგეტიკული დაქანცულობა. ასევე მოუწევს რომ რაღაც ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები აიღოს საკუთარ თავზე, რომლების აღებაც საერთოდ არ უნდა. და შემდგომ მოდის ნელ-ნელა დარტყმები გარკვეულ მატერიალურ ასპექტებზე, ფინანსებზე, თითქოს ადამიანი საკუთარ სტაბილურობას დაკარგავს ნელ-ნელა. ამიტომაც ბუმერანგი აუცილებლად ექნება. მაგრამ თუ თქვენ ამ ადამიანთან გავიმეორებ, მეგობრობთ, ისევ მეგობრობთ და რაღაც მის ცუდ სიტყვებს ითმენთ, ან არ ვიცი, უბრალოდ მეგობრობთ მასთან, ხო, დავუშვათ და ხართ კარგ ურთიერთობაში და უგზავნით ბუმერანგს, ამ შემთხვევაში ბუმერანგს უბრალოდ დაელოდებით. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები და ნახვამდის.